ნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობას იცვლის. მთავრობის გადაწყვეტილებით უძველესი ხელნაწერების შესანახად ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ფულის მუზეუმი გათავისუფლდება და სათანადო ტექნიკით აღიჭურება. ცენტრში ამჟამად 130-მდე თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ახალ შენობაში სავარაუდოდ 2 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გადავლენ და ძველი საცავებიდან ნიმუშებს გადაიტანენ. სავარაუდოდ ეს ისტორიული შენობა მალე მეცნიერებსა და დამთვალიერებლებს მიიღებს. მას შემდეგ, რაც ამ კედლებში ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები, ხელნაწერები გადმოვა. ფულის ყოფილი მუზეუმი ისევ ტურისტების თავშეყრის ადგილი იქნება. ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შენობა მთავრობამ უკვე გადასცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. საკმაოდ დიდი ფართია, აქვს საკმაოდ დიდი ეზო, რომლის გამოყენება შეიძლება ვთქვათ დამატებით რაღაც შენობის სასაშენებლად. საქმე იმაშია, რომ ეს არის ალბათ მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მართლაც უნიკალური შენობა თბილისში, მართლაც მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლია, არქიტექტურული ძეგლია. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციამ თავად მიაწოდა მთავრობას სასურველი შენობების სია, საიდანაც ფულის ყოფილი მუზეუმი შეირჩა. თუმცა ამ ეტაპზე შენობაში რამდენიმე სახელმწიფო უწყება მუშაობს, მათ შორის 2 სამინისტრო და კრიზისების მართვის საბჭო. მას შემდეგ, რაც ისინი შენობას დაცლიან, ხელნაწერებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. იქ არის 2 საცავი, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ ნამდვილად გამოდგება საცავისთვის ამ ფუნქციას. ნამდვილად შეასრულებს, იმიტომ რომ ფართით საკმაოდ დიდია, ერთი 200 კვადრატული მეტრია, მეორე 130 კვადრატული მეტრია. ძველ შენობაში აი ამ ეროვნული ბანკისა თავისუფლად განთავსდება როგორც სამეცნიერო ნაწილი, ასევე საგამოფენო სივრცეა საკმაოდ კარგი 2 და პლუს ჩვენ გვაქვს ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა და ამავე დროს აქ პრაქტიკულად ჩვენ სამეცნიერო სამუზეუმო ნაწილიც არის, თორსადაც სამუზეუმო საბიბლიოთეკო. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ბოლო 40 წელია ამ შენობაშია განთავსებული. საცავში ასობით უნიკალური ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერია დაცული. ხელნაწერებს უცხოელი სპეციალისტების დახმარებით ადგილს სავარაუდოდ 2 წელში შეუცვლიან. სად გადავა ის უწყებები, რომელიც ჯერ კიდევ ლეონიძეძე მუშაობს, ჯერ უცნობია.